არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სევდით დამძიმებულ სულს. ჩვენ მოწყენილნი ვარ და დაღვრემილნი, გვაქვს დაღლილი და ტანჯული სახე. ჩვენ გვიჭირს ქრისტიანული ცხოვრება. რის გამო არის ეს? იქნებ იმის გამო, რომ როგორც არასდროს მობოგროვს უსაზღვროთ მომრავლებული ცოდვის საცდური, რომელიც განსაკუთრებული თავხედობით უსინდისოდ მოძვრებიან ადამიანის სულში. აფური აქებენ, სტანჯავენ და საბოლოოდ წამლავენ მას. დღეს თითქმის მთელი სამყარო შეიშალა. ყველას და ყველგანს წყურია და ეძებს მხოლოდ უაზრობას, აბსურდს, გარყვნილებას, სულიერ განადგურებას და გაცარიელებას. დღეს ამასოფლის სული მის უკან კი ეშმაკი ეძებს ჯანსაღ წერტილს ადამიანში, რათა საბოლოოდ გახრწნას, შებილწოს და დაამციროს იგი. კაცობრიობის მტერი ყველა ღონეს ხმარობს ცოდვათა ახალი ფორმების გასავრცელებლად, ადამიანის ცხოველურ ბუნებებისათვის დასამონებლად. ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ამ მონობაში, ამიტომაც ამასოფლის საცდური ესოდენ მოგწონს ყველას, გვართობს, გვიმხიარულებს დაავადებულ გულს. ჩვენში, ასე ვთქვათ, გავრცელდა სულიერი ტოქსიკომანია, გვიყვარს და გვსურს ის, რაც ჩვენ გყავს. შხამი რა თქმა უნდა ძლიერია, მაგრამ განა ჩვენ ქრისტიანებს მოცემული არ გვაქვს ძალა, რათა წინ აღვდგეთ ამასოფლის საცდურს. უფალმა იესო ქრისტემ თქვა, მე მიძლევი ეს სოფელსა. იოანეს 16:33 მუხლი. ჩვენ მოცემული გვაქვს ძალები, თუკი ვირწმუნებთ მაცხოვრის სიტყვისამებრ, თებსაც კი გადავაადგილებთ, მაგრამ ვიყენებთ კი ამ დიდ იარაღს. მაშ რაშია საქმე? რატომ არ გვახარებს ჩვენ ქრისტიანობა? რა დავკარგეთ, რა შეცდომა დაუშვით, რომ ღვთიურმა ძალამ მიგვატოვა? იქნებ საქმე შემდეგშია. ადამიანთა უმრავლესობა მთელი გულის ყურით მჩერებულია ნივთიერ სამყაროს, უმცირესობას კი მზერა ღვთისკენ აქვს მიმართული და მასთან მიახლებას ცდილობს. ნივთიერი სამყარო წააგავს თავხეთ ღვინით გაბრუებულ მეძავს, რომელიც თავისკენ იზიდავს ადამიანს და ცდილობს დაათროს, შემდეგ კი სიძვათა და მრუშობით დასცეს იგი. აი აქ კი ყველაფერი ქრისტიანის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, თავის უარყოფაზე, თავგანწირვისა და არჩეული გზის ერთგულებაზეა დამოკიდებული. შენ მხოლოდ გადაწყვიტე და ნუ შეორგულდები, ღმერთი კი გამოგიჩენს თავის შემწეობას. ვერავინ იტყვის, არ მქონდა მოცემული რწმენის ძალა ან თავისუფალი არჩევანი, რათა ავრიდებოდი ცოდვათა მორევს და ცხონების გზაზე მევლოო. ჩვენ გვაქვს მოცემული სრული თავისუფლება ავირჩიოთ და მივიღოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის სასურველია და სასარგებლო. არავინ ჩვენი თავის გარდა არ არის დამნაშავე, რომ უკუვაგდებთ სიკეთესა და ვირჩევთ ბოროტებას. განა ჩვენ არ ვიცით, არ ვგრძნობთ, რა დაცემულია, რა მაზრზენი და მატყუარაა ცოდვა? განა არ გვესმის კეთილგონიერი ცხოვრების მიმზიდველობა და დიდებულება? არ გვსურს წმენაში განმტკიცება, ქრისტესადმი შემდგომა და ცხოვრება? გვსურს და ძალიანაც და ხშირადაც ვწუხვართ, ვითხოვთ რწმენას, მაგრამ რატომ არ გვეძლევა მტკიცე სარწმუნოება? უпроსწორად სარწმუნოება კი გვეძლევა, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვღებულობთ მას. უმალმე კარგავთ ყოფიერი პრობლემების სიმრავლეში. ჩვენ თითქოს ვთხოვთ სულიერებას, ხოლო როდესაც იგი შეეხება ჩვენს გულებს, მაშინ ვერ ვცნობთ, უკუვაგდებთ, რადგანაც ძირითადად ყურადღება მიწიერისკენ გვაქვს მიმართული. ორგულობა, აი ჩვენი ძირითადი მტერი. სულმოკლეობის გამო სისტემატიურად მერყეობთ, რა მეტად გვიყვარს ცოდვა თუ ღმერთი. ჩვენ აღფრთოვანებით უყურებთ ქრისტიანულ ღვაწლს, მზად ვართ ჩვენი საუბარი შევავდგოთ ბრძნული ქრისტიანული გამონათქვამებით. მოგწონს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება, მაგრამ ამავე დროს თავისუფლებას ვაძლევთ თაყვანივცეთ ამასოფლის წარმართულ მუსიკას, ლიტერატურას, პოეზიას, გავერთოთ სპორტული ვნებების ამღძვრელი და აზარტული თამაშებით. დავესროთ სხვადასხვა სანახაობებსა და ასპარეზობებს, რითაც თავს ინუგეშებს უღმერთო სამყარო. თანაუგრძნობთ არაქრისტიანული სწავლებით გაჟღენთილ თანამედროვე მკვლევარებს, ფილოსოფოსებს. გვეშინია არ ჩამოვრჩეთ ამასოფლის უაზრო თამაშებს, მოდას,
გსურს ფეხდახფეხ ვივყვეთ ამ საზოგადოებას, შევინარჩუნოთ იგივე რიტმი და პულსი, ცხოვრობთ მისი ცხოვრებით. თუ კი წინ აღუდექით ამ სოფლის სულისკვეთებას, განვაგდეთ მისი ინტერესები, გართობა, მისი გემოვნება, მაშინ ჩვენს გადაწყვეტილებას, მათ შორის ჩვენი ქრისტიანი ძმები, აღიქვამენ როგორც ჭყალებში რეალობისაგან გაქცევას. დაგვაბრალებენ დროის სულისკვეთებას, არცოდნას და ხიბლს ჭყალებში. გეტყვიან, ძმაო, დღეს სხვა დროა, ახლა უფრო მარტივად უნდა იცხოვრო. თავარია არ ჩავარდე დიდ ცოდვებში. ამასთან შედარებით კი, რაც ხდება მსოფლიოში, პატარა ცოდვები სავსებით უმციკლოა. მაგრამ განა ამ უმციკლო წვრილმა ცოდვებს არ მოსდევს შემდეგ სერიოზული დაცემა? ამ სოფელთან თბილი დამოკიდებულება მისი ფასეულობების თაყვანისცემა ურწმუნოებით აავადებს ადამიანს. თანამედროვე მუსიკა, სხვადასხვა სანახაობები, რეკლამები, ტელევიზორი ბადებს ადამიანში ათასგვარ ვნებებს. სულიერი საზრდო კი დღეს ძნელი მოსაპოვებელია. ადამიანის სულიერ შთაბეჭდილებებს ძირითადად ტაძარში ღებულობს ღვთისმსახურების დროს, მაგრამ ჩვენს ტაძრებშიც იშვიათად შევხვდები კარგ ხატებსა და ფრესკებს. ცუდად არის დაყენებული მედავითნეობის და გალობის საკითხი. მრევლით ცივა და უგულოდ დგას ლოცვის დროს. იშვიათად თუ შევხვდები ღრმად მორწმუნე სულიერ მასწავლებლებს, რომლებიც მთელი გულით მიირთვიან მარადიულობისკენ და შესწევთ ძალა ეს მხურვალე სარწმუნოება გადასცენ სხვას. ნათლად გვიჩვენონ თავის უარყოფის ცხოვრების სეული მაგალითი. გვრჩება მხოლოდ წიგნები, თუმცა სულისათვის სასარგებლო წიგნთა უმრავლესობა ჩვენთვის ნაკლებად გასაგებია. არ შეგვიძლია ამ წიგნების ცხოვრების სეულ სიტუაციაში გამოყენება. ასე რომ, ჯანსაღი ქრისტიანული სულისკვეთების შესანარჩუნებლად აუცილებელია ბევრი შრომა. გონებასა და გულში უნდა განვაცოცხლოთ ის სულის აღმაფრენელი ჭეშმარიტებანი, რომელთა ძალუც უზრუნველყონ ჩვენი ამასოფლის ქაოსისა და უაზრობის ზღუდიდან აღმოყვანება. შეუძლებელია სულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამბობდა სტარეცი სილუანი. თუ დღისით და ღამით არ განისწავლება საღვთო ჯულში, ვინაიდან ჯული დაწერილია სული წმინდის მიერ. სული წმინდა კი წმინდა წერილის საშუალებით გადმოდის ადამიანის სულში. სული გრძნობს რა ღმერთთან მიახლოებას, სიტყვებასა და ნეტარებას უკვე აღარ ეძებს კმაყოფილებას ამ ქვეყნიურ სიამეებში. ჩვენი თანამედროვე მამის ალექსანდრე ელჩენინოვის სიტყვებით, საჭიროა სისტემატიური კითხვა სულის სასარგებლო ნაშრომებისა. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთადერთი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა. აქ საჭიროა ერთგვარი ასკეტიზმი, თავშეკავება, თავის დაძალება. ყოველი ქრისტიანი მოღვაწეა, დაიმახსოვრე ეს. კაცობრიობის ბუნება იმდენად დაზიანებულია, რომ საჭიროებს მკაცრ ზეწოლას ყოველ დღე და ყოველ საათს, რათა საკუთარ თავზე ძალდატანებით ჩვენი ცხოვრება სახარების სეულ, ფასეულობათა შესატყვისი იყოს. ჭყალების დასასრული. მაგრამ ჩვენ მეტისმეტად გართულნი ვართ ირგვლივ მყოფ წარმართთა ცხოვრების წესით. ცხოვრობ თითქოს იგივე ცხოვრებით. განსხვავება მხოლოდ ზოგიერთ განყენებულ შეხედულებებშია, მხოლოდ ზოგიერთ საქციელში თუ რელიგიურ რიტუალის შესრულებაში. ჩვენ იგივე ინტერესები გვამოძრავებს, ისევე ვაფასებთ მიწიერ ფასეულობებს, იგივე მიწიერებით ვესაუბრებით ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ისეთივე გართობა გვახასიათებს, როგორც წარმართებს. მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთკავშირი, ინტერესები, გემოვნება, მანერა, საუბრის ტონი, ჟესტები, აღარაფერს ვამბობ ურთიერთობაზე, პოლიტიკურ და კულტურულ ფასეულობებთან უნდა იყოს სრულიად განსხვავებული მათგან. წარმართთათვის მიწიერი ცხოვრებით მთავრდება ყველაფერი, მეც ისინი არელიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. ამა ქვეყნის სიამეებით ტკბობა არის ერთადერთი მიზანი მათი არსებობისა. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებმა ხომ ვიცით, რომ ადამიანში მთავარი არა სხეული, არამედ სული, რომ მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება არაფერია თუ არა მარადისობისთვის მზადება, რომ სიკვდილის შემდეგ სული არ იქრება, არამედ მხოლოდ სხეულს ტოვებს და თუ ამ ქვეყნად ღვთისმცნებებით ვიცხოვრებთ, აუდგებით განახლებული სხეულით საშინელი სამჯავროს დადგომამდე და მარადიულ სიხარულს დავემკვიდრებთ, ის კი ვინც განეშორა ღმერთს და არ შეინანა საკუთარი ცოდვები, საუკუნო სატანჯოს ვერ ასცილდება. მაშუკე თუ ყოველივე ისე წამს, როგორც გვასწავლის ეკლესიური სწავლება, შეიძლება განაჩვენი ცხოვრება გავდეს ურწმუნოთა ცხოვრებას და გქონდეს იგივე ინტერესები, გემოვნება თუ განწყობა,
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა არაეკლესიურ ადამიანს უყურებდეთ ცერად ან ფარისეველივით. გძულს მათთან შეხებაც კი, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვერიდებოდეთ მათ ემოციებს, გემოვნებებს, ინტერესებს, სხვადასხვა ავადმყოფურ გამოვლინებებს, მათი სულისკვეთებით ცხოვრებასთან ახლოს შეხებას. ჩვენ კიდეც უნდა გვიყვარდეს, გვეწოდებოდეს, პატივს ვცემდეთ მათ, უნდა გვსურდეს გზააბნეული წარმართების ქრისტიანული გზაზე მოქცევა, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიყოთ მეტისმეტად ფრთხილად, რათა ჩვენ არ გავებათ ბადიში. ასე რომ ფიქრობთ, უკეთ ხშირად გავიაზრებთ, რა გველოდება უახლოეს მომავალში სიკვდილის ჟამს და საშინელ სამჯეროზე, შემდეგ კი მარადისობაში, თუ კი საღად გავაცნობიერებთ ამას სოფლის საქმეების ამაოებას, მაშინ უთუოდ მოვერიდებით მათთან მეგობრობას, აღარ განვეწყობით სიმპათიით ცოდვიანი გართობებისა და მაცდუნებელი სიკეთეების მიმართ, რის შედეგადაც ცოტათი მაინც აღვენთებით, მოშურნეობითა და სიყვარულით ღვთისადმი, შრომითა და ღვაწლით გავძლიერდებით, რათა გავხდეთ ზიანი ჭეშმარიტი კეთილდღეობისა საუკუნო ცხოვრებაში. არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე.